ყველას ჩვენი ეროვნული მოძრაობა გვახსოვს, არა, ერთი ეროვნული მოძრაობა გვახსოვს ჩვენებურად. მე გიამბობთ, როგორ მახსოვს მე ეროვნული მოძრაობა და ესე გამოვუყვები და ყველა წელს ცხადია ვერ გავიხსენებ, ხო, მაგრამ და არც გავიხსენებ, მაგრამ დღევანდელობამდე კი ჩამოვალ და მე 1 2 3 4 10 პიროვნება მაინც უნდა ვახსენო. უკვე მიწურულისკენ. მე მახსოვს 15 წლის გახდით მაშინ 99 წლის სექტემბრიდან დავით გარეჯას სამონასტრო კომპლექსთან რუსებს ჰქონდათ პოლიგონი, ისროდნენ და ფრესკები ზიანდებოდა. სტუდენტებმა პირველი კორპუსის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში გამართეს დიდი აქცია და პროფესორ მასწავლებლებიც მათთან ერთად იყვნენ. ბატონი ლევან ალექსიძე, ბატონი ვახტანგ გოგუაძე, სხვაებიც. სტუდენტები ვინ იყვნენ? აი, მაგალითად ფიქრია ჩიხრაძე, ცნობილებიდან გეტყვით. დათო ტურაშვილი, ირაკლი კაკაბაძე, თედო ისაკაძე, ნიკო ნიკოლოზიშვილი, სხვები. ამ სხვებიდან და კიდე ჩამოსახელებულთაგან ზოგი არ დავასახელებ გვარებს, ახლა ხელისუფლებასთან არის, ხო სახელმწიფო პოზიციებს სამწუხაროდ იზიარებს. მათზე ორ მწარე სიტყვას არ ვიტყვი, მე ისინი იმ პერიოდიდან მახსოვს. იმ პერიოდიდან და მინდა ვთქვათ ასე, რომ დარჩნენ ისეთებად, როგორებიც იყვნენ. კარგ სიტყვასაც არ ვიტყვი, ჩემს მიერ უკვე დასახელებულ პირებზე, ფიქრიაზე, დათოზე, ირაკლიზე, ისინი იყვნენ და არიან და იქნებიან საქართველოს პატრიოტები. ნიკოსაც გულისხმობ, ცხადია. ნიკოლოზიშვილს. 88 წლის შიმშილობა იყო საოცარი შიმშილობა, 22 ნოემბერს დაიწყო და 29 ნოემბერს დასრულდა. საბჭოთა კავშირის კონსტიტუციიდან აპირებდნენ, ოღონდ მუხლი არ მახსოვს, კი ჩახედავდა კაცი, მაგრამ მაინც აპირებდნენ იმ მუხლის ამოღებას, რომელიც გულისხმობდა თუ ითვალისწინებდა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების გამოყოფის უფლებას, არ მინ გაგვიშვებდა, მაგრამ მაინც გამოყოფის უფლებას აუქმებდა საბჭოთა კავშირი კონსტიტუციაში რესპუბლიკებისა. და გამოვედით, ეროვნულ დემოკრატები იყვნენ მაშინ ინიციატორები იმ აქციისა, გია ჭანტურია, ირაკლი ქადაგიშვილი და გია კობახიძე მე-3, მე-4 პლანზე იყვნენ. თენგიზ შარმანაშვილი მე-5, მე-6 პლანზე. გია ჭანტურია და სხვები. საოცარი შიმშილობა იყო და თავისუფლებას მივცემ, რომ გაგიმხილოთ ერთი ამბავი, თუმცა მე მგონი ნათქვამიც ამაქვს ადრე, რომ მწერალთა კავშირიდანაც დაიძრა აქცია და იმხანად 15 წლის გახლდით და მწერალთა კავშირში მეც მოვხვდი იმხანად რომ ღმერთები მეგონა იმათ შეკრებაზე და იქ ვინ არ მოვიდა, სვიად გამსახურდია მერაბ კოსტავა, თაფრიკო ჩხეიძე, გია ჭანტურია, აკაკი ბაქრაძე, ნოთარ ნათაძე, სხვები და ეს აქციის ნაწილი იქიდან წამოვიდა მაჩაბლის ქუჩიდან პარლამენტის მიმდებარე მთავრობის ადმინისტრაცია თუ უზენაეს საბჭო ერქვა მაშინ. ხო და იქ და მეც დავიწყე შიმშილობა. მე წამოვედი სახლში, პატარა ვიყავი. მერე იყო აპრილი. 4 აპრილს დაწყებული და 9 აპრილს ტრაგიკულად დასრულებული ამბავი. მერე იყო 26 მაისი, დაპატიმრება მერე იყო 26 მაისი, პირველი დიდი ტრაგედია ჩვენ 9 აპრილის გარდა. ხო, 9 აპრილის შემდეგ ჩვენ შევეჩეხეთ პირველ ტრაგედიას 13 ოქტომბერს 99 წლისა, როცა მოკლეს მერაბ კოსტავა. მოკლეს მეთქი ამას ვამბობ, იმიტომ რომ მე ხრბად მწამს, რომ ასე არ ქრებიან და ასე არ კვდებიან ეროვნული მოძრაობის ლიდერები. ეგ კი არა, გამოხდა ხანი და სხვა ქვეყანას ვახსენებ. ახლა 2010 წელს დაიღუპა პრეზიდენტი კაჩინსკი და მთელი პოლონეთის მთელი პოლიტიკური, სამხედრო პოლიტიკური ელიტა 80%. მათ შორის კაჩინსკის მეუღლეც თვითმფრინავში სმოლენსკთან და ვერ ამტკიცებს ამას ასე დოკუმენტურად ვერავინ ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში, მაგრამ ხრბად ვარ დარწმუნებული, რომ პუტინმა მოკლა კაჩინსკის, ისევე როგორც პუტინის წინამორბედებმა მოკლეს მერაბ კოსტავა, ისევე როგორც პუტინის წინამორბედებმა მოკლეს ზვიად გამსახურდია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ბევრის გახსენება შეიძლება. ასეთი ბოღმა და შურისმაძიებელი სახელმწიფო იყო საბჭოთა კავშირი და ასეთი ბოღმა და შურისმაძიებელი სახელმწიფოა დღევანდელი რუსეთი, პოსტსაბჭოთა რუსეთი. ამაზე არ ვლაპარაკობ, ახლა სხვა თემაზე ვლაპარაკობ. მოკლედ
90-იანი წლების დასაწყისიდან და უფრო 80-იანი წლების ბოლოდან ჩვენს საქართველოზე ვოცნებოდით უკლები ყველანი. მერაბ კოსტავას საქართველო როგორი იყო, რო კითხო ნებისმიერს უკლებლივ ყველა გიპასუხებთ ასეთი და ასეთი იყო, ლაღი, თავისუფალი, კაცთმოყვარე, ადამიანთმოყვარე. მერაბ კოსტავა იყო ასეთი. ჩვენ სიზულუმაც გძალა გარკვეული პერიოდის შემდეგ და უბრალონი არავინ არ ყოფილა ამ საქმეში, უბრალო არავინ არ არის, ბრალიანები ვართ ყველანი. მაგრამ მეორე მხრივ როგორ არ უნდა გძულდეს შეიძლება ხმამაღლა თქვამია, მაგრამ როგორ არ უნდა შეუპირისპირდე, ანუ გამსახურდიას გზას როგორ არ უნდა გახვედა, არ აიტაცო მისი ტაქტიკა თუ სტრატეგია, როდესაც ვიადი ამხელდა სუსის და კგბ-ს აგენტებს. წითელი ინტელიგენციას კიდევ. გამოხდა ხანი და გამსახურდიას მაშინ ვაკრიტიკებდით, აკრიტიკებდნენ, მე არა. გამოხდა ხანი და გამოჩნდა რომ ეს სუსი და საბჭოთა კგბ მოქმედია აგერ რამდენი ხანია გამსახურდიას დაღუპვიდან 32 წელიწადია კვლელობიდან გასული. და ეს საბჭოთა კავშირი რევანშისტული სახელმწიფო. მე კი იმას ვამბობდი და ვამბობ რომ ჩვენ საქართველოზე, ჩვენს დამოუკიდებელ საქართველოზე ვოცნებობდით, კოსტავა როგორ ზემოცნებობდა, კი გითხარით, მაგრამ აი ჩვენს მქონდა რაღაც მიახლოებული ფიქრები თუ ოცნებები. ასეა. ეხლა მე გეტყვით, როგორ საქართველოზე ვოცნებობდი მე. კეთილი ადამიანების საქართველოზე. კეთილი და იმავდროულად ძლიერი ადამიანების საქართველოზე ვოცნებობდი. აი ამ 30 წლიანი ეპოპეის თავგადასავლის განმავლობაში მანძილზე ხო ამ მოსახვეებში ეს კეთილი ადამიანები სულაც არ იყვნენ ბევრნი. სამწუხაროა. მათ შორის არც ვარდების რევოლუციის შემდეგ არ იყვნენ კეთილები. არც პირველ ხანებში არ იყვნენ კეთილები ვარდების რევოლუციის შემდეგ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბოროტები დაამარცხეს კიდეც. 2003-დან 4-დან 7-8 წლამდე იმდენად ბევრი, მაშინაც კი ბევრი შეცდომა დაუშვა მაშინდელმა ხელისუფლებამ და კეთილშობილებას არ ვიცი, სიკეთეს ნაკლებად ასხივებდა. 2012 წელს რა მოხდა? 2012 წელს და მე აბსოლუტურად ვიზიარებ ამ მოსაზრებას. 2012 წელს მოხდა ხსენებული საბჭოთა რუსეთის, პოსტსაბჭოთა რუსეთის, კგბ-ს რევანში დამოუკიდებელ საქართველოს. დიახ, 2003 წელმა შვა დამოუკიდებელი საქართველო როგორც მიმდინარეობა თუ გდებავთ ასე ვიტყვი. დიახ, ჩვენ დამოუკიდებლობა აღვირგეთ 91 წლის აპრილში, მაგრამ 2003 წელს უკვე ჩვენი სახელმწიფოს შენებლობის სააკენ გადავდგით ნაბიჯები 7-8 წლამდე გარკვეული შეცდომებით, მაგრამ მაინც პრინციპში უშეცდომოთი არა მაშინდელმა ხელისუფლებამ ნაციონალური მოძრაობისა. ომის ჩათვლით ასე ვიტყვი, ომის შემდგომ ცოტა გაუჭირდა ფსიქოლოგიურადაც მათ შორის. ხო და 2008-დან 12-მდე დაიწყო პუტინმა რევანში. იმიტომ თბილისიც არ დაეცა 2008-ში, მაგიტომაც მას ხომ უნდოდა რომ თბილისის თავზე სამფეროვანი რუსული დროშა, ანუ საბჭოთა დროშა, წითელი საბჭოთა დროშა აფრიალებულიყო. ვიღაცას ეპატაკა რომ თბილისის თავზე ევროკავშირის დროშა კი არ ფრიალებს, არამედ ფრიალებს ნატოს დროშა კი არ ფრიალებს, არამედ პოსტსაბჭოთა რუსეთის სამფეროვანი დროშა. 2012 წელს პუტინმა შეგვისრულა, ასე უნდა ვთქვათ, ჩვენი შეცდომების გამოც, მათ შორის მიშას შეცდომების გამოც. და საზოგადოებას როგორ უნდა დასწამო ახლა წილი და როგორ უნდა გააკრიტიკო ესე, ვინ ხარ შენ რომ აკრიტიკო საზოგადოება იმ მჟამინდელი არჩევანის გამო, რომელსაც ობიექტური საფუძვლები ჰქონდა განა არა. მაგრამ საზოგადოებამაც თოხლა და თოხლა იმიტომ რომ ბიზინა მოიყვანა მიშას ალტერნატივად, ხოლო სხვები ვინც ბიზინასთან იყვნენ იმ ხანად, მათ ერთგვარად მომიტევონდა ლეღვის ფოთლის როლი ითამაშეს. 2012 წელს დამარცხდა ვარდების რევოლუცია და დაიწყო შევარდნაძის და კიდევ უარესი სახელმწიფოს მშენებლობა, რეინკარნაცია, ხო, აღდგენის პროცესი. ესე მოვედით და კვლავ ვიმეორებ, ჩვენ კეთილი ადამიანები სულაც აღარ გვყავდა ამ ხნის განმავლობაში, აი არც ერთ ეპოქაში, არც ერთ 5 წლებში, 10 წლებში. არ ჭარბობდნენ, თორე როგორ არ გვყავდა, ასპარეზზე როგორ არ იყვნენ, მაგრამ სიკეთეს რო ასხივებდნენ ისეთები ნაკლებად. 2022 წლიდან ბიზინა ივანიშვილმა საბოლოოდ დაიწყო ამ ქვეყნისათვის პათეტიკურად გიჟღერს, მაგრამ მაინც ყელში დანის, ზურგში დანის ჩარტყმა. დესუვერენიზაცია, ესე შეგვიძლია ვთქვათ, რუსეთის უკანა ღობედ ქვეყნის გარდაქმნა, გადაქცევა
დაიწყო აგრძელებს. აგე ბოლო ხანები ისეთ კანონებს იღებს, რომლებსაც არც ერთი ჭკუად ყოფილი არ მიიღებდა, მეთქი ერთის მხრივ ამას ვიტყვი, მაგრამ უფრო დეტალურად რო ავხსნა, აზრისა და გამოხატვის თავისუფლება სრულიად იზღუდება. პოლიტიკოსები ამ კანონების თანახმად უკლებლივ ყველანი 99% დაპატიმრებული იქნებიან. მედიის წარმომადგენლები ან დაჯარიმებულნი, ან დაპატიმრებულნი, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ან დაპატიმრებულნი, ან დაჯარიმებულნი და ნაცრისფერი იქნება მთლიანად საზოგადოება. ბიზნეს სურს, რომ ესეთი უმეტყველო, იბოდიშებ ცხადია, ერთფეროვანი ვერიდები იმ სიტყვას, მაგრამ იძულებული ვარ მაინც ვთქვა, ნაცრისფერ ცხოველთა ფერმად გარდაქმნას ეს საზოგადოება, რომლებსაც ესე დავიყმულებდი ახლა ჩლიკოსანი რომელიმე ცხოველივით, მე რა არ მინდა რომ პოზიტივი მამოჭრას და რაღაც სისულები იბჟოტიელოს, მე ეგენი ხო რუსეთის აგენტები არიან და ფაბრიკაციასაც არაჩვეულებრივად აკეთებენ კონტექსტიდან ამოგლეჯენ ხოლმე და საზოგადოებას ისე წარმოუჩენენ, რომ მე ამ საზოგადოების ნაწილმა შეგიზიზღოს და მე დაგხვდეს ვინმე. ამიტომ არ დავიყმულებ. ნაცრისფერი, აი, კარგი თუ გდებათ ასე ვიტყვი, შალვარამიშვილის ფერები უნდა იყვნენ ყველანი. და შალვარამიშვილს კი ტრიბუნა ექნება და ფულსაც დაღაფავს და სხვები კიდე უჩუმრად უნდა იყვნენ, გაჩუმებულნი და ხმას არ უნდა ამოიღებ ხმას, ეგრევე მყისიათ მოგატყეპებენ იმას, რომ შენ ცილის მწამებელი ხარ. ან შეურაცხყოფა მიაყენე. ან მოწოდება გქონდა რაღაცის თაობაზე დამხობის ასე მაგალითად და ასე შემდეგ და კვლავ ვიმეორებ, ან ჯარიბა გარანტირებული გაქვს, ან ციხე. ეხლა მე როგორც საქართველოზე ვოცნებობდი მეთქი და კეთილი ადამიანების ქვეყანაზე, რომლებსაც სულ გრძელობა ჰყოფნით. ოღონდ ამავდროულად არიან პრინციპულები, ანუ ზვიადისნაირი პრინციპულები და რომ ამხელენ სხვებს. მაგრამ მეორეს მხრივ ზვიადისაგან განსხვავებით, ხო, ალბათ ესე უნდა ვთქვა, ხო, სავსე არიან მერაბის იდეებით, მერაბის მიდგომებით, დამოკიდებულებებით, სოფლხედვით, თვალსაწირი არ არის ალბათ სწორი სიტყვა. მერაბის მიდგომებით. სულ გრძელები არიან. მე გულახდილად გეტყვით, განსაკუთრებით 2023-24-25 წლებში ამგვარი საქართველოს აღმოჩენის პროცესშიც ვარ. ჩვენს თვალწინ იბადებიან სრულიად ახალი, აქამდე უცნობი ლიდერები, რომელთა ნაწილი შეიძლება პოლიტიკაში სულაც არ წავიდეს, გამოხდება ხანი და თავიანთ პროფესიას დაუბრუნდებიან, განა არა. დიდი ნაწილი, უფრო ზუსტი რო ვიყო. მაგრამ როდესაც უყურებ აი ამ მომღიმარ ბიჭებს 50 და მეტ პატიმარს სხვადასხვა სასამართლო პროცესზე და ვკითხულობ მათ მიერ გამოგზავნილ ტექსტებს საზოგადოებას, რომელსაც აცნობენ. ხო, გულახდილად გეტყვით, აღფრთოვანებული ვარ მეთქი ასე ვიტყვი. აი ერთ-ერთი მათგანი, ნახეთ, ამას არ წერს. ერთი ხო ლუკა ნაცრიშვილმა გამაოცა რამდენიმე ხნის წინ. მერე ცეცხლაძემ გამაოცა. მერე კიკნაძემ გამაოცა და ახლა გამაოცა მათედევიძემ. ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან, არც ვიცი 20-21 წლის იქნება ეს ახალგაზრდა კაცი. ცრემლები მხოლოდ გამარჯვების შემდეგ, ისიც ბედნიერების. მე არ მომკვდარ ვარ და ამ ბრძოლაში არავინ მოკვდება. მათ ეს როგორც ოდიში ასე უნდა ვთქვა, ჩემს შვილს ან ჩემი შვილის ხელას, სტოლა ბიჭს. ხო, მე მადლობა უნდა გადაუხადო, მაგრამ ერთია რომ მათ ეს უხდი მადლობას და მეორეა რომ მის მშობლებს უხდი მადლობას, იმიტომ რომ ხო უნდა არ ვიცი, როდის მოახერხეთ ხალხო ამგვარი მოქალაქეების აღზრდა, ამგვარი შვილების აღზრდა. როგორ მოახერხეთ მეთქი? აი რომელი პერიოდია დაახლოებით შემესეგი ეს თუ არის 20 წლის დაახლოებით 2025-2025-ია დაბადებული, ხო? აი ბიზინა მოდის 2012-ში 7 წლის იყო ბათე 7-8 წლის ალბათ აი მხანად. დაკავებულია ეს კაცი. გარდა მათესი და სხვებისა, რომელთა ტექსტებსაც ვისმენთ, მე აღფრთოვანებული და გაგიჟებული და გადაგიჟებული ვარ კი არა, მე გეტყვით როგორ საქართველოზე ვოცნებობდი. თვალის ჩინ დაკარგული ბზია ამაღლობელისა, ჩემო კარგებო. თვალის ჩინ დაკარგულია მეთქი მესამე ბლოკში ბლოგია ზედიზედ ვიმეორებ ამას, იმიტომ რომ დადგინდა. ერთ თვალში 30% ხედავს და მეორე თვალში 0.4, ანუ პრაქტიკულად ვერ ხედავს. მნიშვნელობა აქვს რომელ თვალს დავხუჭავ. გარეთ რომ ყოფილიყო მეთქი ის ხედულობა შეინარჩუნებდა.
თვალისჩინს. მაგრამ ეს არის წამება ზუსტად, აბა რა არის წამება. ამათმა ჩატოვეს ციხეში და ეხლა კი შესაძლოა რომელიმე დგებუაძე აბრაზნის უკაცრავად რუსული ზა არ უძალადია უშუალოდ საპატიმროში, თუმცა ეს გაირკვევა ადრე თუ გვიან, მაგრამ ფსიქოლოგიური ზეწოლა ძალადობა იმგვარი იყო, რომ და ნერვიულობდა ზია ჩანს და ნამდვილად ასეა, რომ მან აი ამ ნერვიულობის ნიადაგზეც დაკარგა თვალისჩინი. რა საჭირო იყო მისი საპატიმროში გამოკეტვა გაიქცეოდა? პასპორტი ჩამოგერთვათ, სხვა თუ არაფერი არ გაქცეულიყო სარფიდან. მაგრამ ეს შინაპატიმრობა განგესაზღვრათ ბორკილი დაგედოთ, საერთოდ დამნაშავე არ არის, მაგრამ მოკლედ სუფთა ჰაერი ჩაესუნთქა. ელაპარაკა ადამიანებთან. მაგრამ თქვენ მას ყველა უფლება შეუზღუდეთ, მოუსწრეთ და შესაბამისად აწამეთ. ამიტომ კი ერთის მხრივ სულგძელი ვიქნები მეც უკვე საომავლოდ და არ ვიქნები იმის მომხრე რომ ვიღაცის ჩაკვლაზე არაპირდაპირ მნიშვნელობით წავიდეთ ჩვენ, მაგრამ კანონის წინაშე მართლა ნამდვილი სწორი კანონის წინაშე ხო ყველანი თანაბარდი ვართ და კანონი ხო უნდა მართლა ახსოვდეს და დგებუაძენი რასაკვირველია და არა მხოლოდ რასაკვირველია მოსამართლენიც რაგვარიც არის უნდა დაისაჯონ. მეორე ვის საქართველოზე ვოცნებობდი? მეგეთყვით ვის საქართველოზე ვოცნებობდი? ეს არის ვისის სიკეთის განსახიერება ვინ არის დღევანდელ საქართველოში? ეს ერთ-ერთი არის ზვიად რატიათი. გამექცა. მაგრამ ნანოკა ჟორჟოლიას მინდა და გალადერის და რევოლუცია. ევრე მიკევის სახელით იძულება კონსტიტუციის განხილვის ეტაპზე და სასამართლოს შუამდგომასთან დაკავშირებული პოზიციას. შუამდგომასთან დაკავშირებული პოზიცია. სწორედ ამ ვაჟკაცი კაცისა. სრულიად შემთხვევით ჩავთეს, სხვა რამე უნდა მეთქვა ზვიად რატიანზე, მაგრამ ბიჭების სახელით ულოცავენ ნანუკა ჟორჟოლიანს. რატომ არის ნანუკა მაგარი გოგო, სუპერ ნანუკა დავარქვი რამდენიმე ხნის წინ. 787 ჯერ შეიძლება გაბრაზებულიყავი ნანუკაზე მის ჭყალებში წარსულ ცხოვრებაზე, ცხოვრების მანძილს. თვითონაც ესეთია მასშტაბური გოგოა და ასე უყურებს საკუთარ თავს, ხო? უკვე დღევანდელობიდან აკრიტიკებს წინა ნანუკას მეთქი ასე ვიტყვი. აკრიტიკებს, ხო, ეჯახება, მსჯელობაშია. და ასე შემდეგ, მაგრამ ნანუკა აკეთებს ფასდაუდებელ საქმეს. და ასეთი ნანუკაც არის კეთილი ადამიანი. აი ეს ამას სიკეთეს ასხივებს. მე კი ზვიად რატიანი და მე სულოცავ. მე კი ზვიად რატიანი უნდა მეხსენებინა მეთქი. ეს გითხარით და გონი ვერ პოულო პარა ვიტოვი ჩემს მეგობარს დიანას, ჩემს გულის მიერ მეგობარს აქვს გაზიარებული, ჩავიკითხავ თავიდან ბოლომდე. ზვიად რატიანის ერთ ტექსტს ვრცელია, უნდა გამიძლოთ, მე რა ზვიადს გაუძელით. ამ ვაშკაც და ამ დიდ პოეტს, თუ არ ვცდები ერთ-ერთმა მედია საშუალებამ, თუ არ ვცდები პუბლიკამ დაწერა. დიდი პოეტია, ახლა სასამართლოზეო, დიდ პოეტს ასამართლებენ. დიახ, ჩვენს დროებაში ზვიად რატიანი არის უდიდესი პოეტი, ასე ვიტყვი. არავინ არ გვეყოლება გალაქტიონის შემდეგ, რომ ვამბობდით მათ შორის მეც როგორ არა ყავდა გულახდილებით თუ ვიქნებით დიდი უდიდესი გალაქტიონის შემდეგ დიდი პოეტები და ზვიადის ერთ-ერთი. ეხლა ის რასაც წაგიგითხავთ დიანა სუბელიანიას საზიარებს. ეს არ არის მაინც პოეზია სულაც არ არის და აი პატარა ჩანახატია ზვიადისა. 2000 წლის მარტია, რიკოძე ვმუშაობთ. მე და გელა ვთხრით. მეთან განვასახიერებ და გავჩერდები ხოლმე დრამატურგიულ პაუზებს გავაკეთებ, რომ კარგად ავხსნათ და თქვენს მხოლოდ მშრალი ტექსტი არ იყოს. სპირო და იანისი მუფტას აწყობენ. ლუკასი თავის ჭკვიან აპარატს ამზადებს. იქვე როგორც წესი რამდენიმე ცნობის მოყვარე დგას და ჩვენს საქმიანობას დიდი ინტერესით ადევნებს თვალყურს. ეს ფერადი კაბელი, უცნაური აპარატები და სამუშაო იარაღები, მანქანა ლაბორატორია, უცხოელები. სოფლად არიან რა და თხრიან და ეს კაბელები უნდა ჩააწყოთ, როგორც ჩანს. კი არა, ნამდვილად ესე. ბერძნებს ძალიან აღიზიანებთ, როგორც ჩანს ლუკასი ასე მაგალითად არის ბერძენი. ძალიან აღიზიანებთ ეს ცნობის მოყვარეები, ანუ სოფლელები. რომლებიც უამრავ შეკითხვას სვამენ და შეკითხვებს ვიღაც შივის ხშირად მოხმარებასაც ცდილობენ, ანუ სოფლის მაცხოვრებელი მიდის და მოგეხმარებითო ეუბნება.
ლუკასი სულ ბუზღუნებს, ბუზღუნაკაცი იქნება ეს ლუკასი და მეუბნება, ვიაცეუნება, უთხარი წავიდნენ აქედანო. როგორი სათქმელია, რა ვარი სათქმელია, სოფლელებს უთხრა, წადით ეხლა აქედან მოშორდით. ჩვენ საქმეში იყო ერთი ასეთი ნიუანსი, ვიდრე კაბელებს მუფტაში მოვათავსებდით, მის ბოლოებს იზოლაციისათვის პლასმასის გოფრირებულ შლანგში ვუყრიდით. ხო, ანუ გინახავთ, ხო ეს შავია ძირითადად, ეს გოფრირებული შლანგები და ესე პლასმასის პლასმასის არის და ბოლოებს ჩაყრიან, ხო, ის გახსნილია როგორც ჩანს და ეს შლანგები ყოველთვის იმაზე გრძელი იყო, ვიდრე გჭირდებოდა მორჩენილ ნაწილებს ჭრიდით და იქვე ვტოვებდით ხოლმე. ხო და ბოლოს გაბედა იმ კაცმა, მე და ერთ-ერთმა თანასოფლელმა, გელას მოგვიახლო და ძალიან მორიდებულად გვითხრა, ეს შლანგები თუ არ გჭირდებათო, მე წავიღებო, რომ წავიღო. ისე მორცხვად და ხმადაბლა ლაპარაკობდა, რამდენჯერმე ჩავეკითხეთ და ძლივს გავიგეთ, რაც გთხოვდა. გელამ ქართულად მიახალა, რა ჯანდაბად გინდა ეს შლანგები, ღვინო მაინც არა გაქვს, ანუ ესენი დედაქალაქიდან ჩასულები არიან, ისედაც გათანგულები, დაღრილები, გაუბედურებულები რაღაც და ესე აი რომ მიაძახე ფუხეშად კი არა მაინც და მაინც რომ ეთყვი რომ ღვინო მაინც არა გაქვს რა. თავი დაგვანებე და 21 წუთია მე კი მალე უნდა დავასრო. გავლი გასული რაც ჩავავიწყე ჩაწერა. ისე მორცხვა ჭირდებათ რომ წავიღო. აბოდიში მაინც არა გაქვსო. ამის თქმა იყო და მორიდებული გლეხი ცოტათი გამოცოცხლდა. უბრალოდ გამომხნევდა. ღვინის მეტი რა მაქვსო? გელამ ვიცი რა ძმარიც გეკნებაო. გლეხმა რომ მოგიტანო და დაგალევინო. გელამ მოიტანე მერე რისი მომტანი ხარო. ლუკასმა ჯერ მკითხა რაზე ლაპარაკობენ ეს ბერძენი კიდევ ამათ უყურებს ქართული არ ესმის და საერთოდ გადაირია რა. შემდეგ კი გელას ისე გადახედა რომ ის მაშინვე მიხვდა საუბარი უნდა შეეწყვიტა და მუშაობა გაეგრძელებინა. ლუკასი უფროსია, ნაჭალნიკია რა. იმ ადგილას კიდევ კარგ ახანს ვიმუშავეთ, სულ მცირე საათნახევარი მაინც. შემდეგ მუფტა დავმარხეთ, ანუ მიწაში ჩადეს და ავიბარგენით. სამუშაო იარაღი მანქანაში ჩავალაგეთ. მანქანა ფორდის ტიპის მიკროავტობუსი იყო, ლაბორატორიად გადაკეთებული. მე ჩვეულებისამებრ უკანა სავარზელზე მოვკალდათ და გზას მივაჩერდი. კლავი მეორებ მე ვკითხულობს ვიადრატიანის SS ჩანახაც. დავიძარით და უეცრად ხედავ გორაზე ამავალ ბილიქს ის გლეხი თითქმის სირბილით მიუყვება. ცალხელში კალათა უჭირავს და მეორეში კი გაურკვეველი ფორმის რაღაცა. ლოგიკურად ღვინის ჭურჭელი. დაინახა რომ ჩვენი მანქანა დაიზრდა და ფეხს აუჩქარა. ანუ ის ჩავიდა აღბარძე, სოფელი კენწეროშია. და რო დაინახა რომ მანქანა იზრის, ჩამოირბინა ამ გლეხკაცმა მორბის. მაშინვე გავძახე ლუკას, გააჩერე მეთქი, იმანაც გააჩერა, რა ხდება? ის კაცი მოდის მეთქი, ვინ კაციო? აი ის კაცი მეთქი. და გლეხისაკენ თითი გავიშვიდე. ესე გავაკეთებ ბესტიც. ლუკასი ერთხანს გაკვირვებული ღიმილით უყურებდა ჩია მამაკაც, თითქმის თავის ხელა კალათა რომ ეჭირა ხელში და მისი ასაკისთვის შეუფერებელი სიმკვირცხლით ჩამორბოდა ტრასისაკენ. უკვე წამოდგომას და გარეთ გადასვლას ვაპირებდი, რომ როცა ლუკასმა მანქანა ისევდა ქოქა და დაძრა. რა საკეთებ მეთქი? დაიცადე მეთქი, დავძახე. იმან კი ვიცი თქვენი ამბავიო, დაიწყებთ ახლა სმას და ნახევარ დღეს დაგვაკარგიდებთ ხა ის კონტრაქტორია რა, აი მან და შეასრულოს წავიდეს, გადაუხადონ ფული წავიდეს, საბერძნეთთან არის, აღარ შეუულია რა. ესენი ისინიც ბევრს სვავენ, როგორც ჩანს. შეკამათებას ვაპირებდი, მაგრამ რატომღაც არაფერი მithქვავს, ისე უკან მივბრუნდი და გლეხს მივაჩერდი. მან დაინახა, რომ გაჩერებული მანქანა ისევ დაიზრდა, ჯერ ფეხს უფრო აუჩქარა, შემდეგ გაჩერდა, შემდეგ ისევ გამოიქცა სავით და ისევ გაჩერდა. სანამ მოსახლეებში შევიდოდით, ვხედავდი, როგორ იდგა უძრავად, ცოტა ავღელდი და პატარავდებოდა, ანუ შორდებოდა ხო მანქანა. და ის შესაბამისად უფრო პატარა ჩანდა ის კაცი და შემდეგ გაქრა. საშინელ სიმძიმეს გრძნობდი მკერდში, არც პლექსია რა. საერთოდ ყველა მოთხრობა, ყველა ნოველა, ყველა ჩანახატი, როცა ხედავ, აი ხო დახუჭულ კითხულობ, თვალს ხوار და ხუჭობ, მაგრამ ესე და ამ ყველაფერს ხედავ, სიუჟეტს ხედავ, ამბავს ხედავ, უფრო ზუსტი რო ვიყო. საშინელ სიმძიმეს გრძნობდი მკერდში, არც წრევლი წამომსვლი, არც ნიკაპი მიკანკალებდა, მაგრამ ტიროდი რაღაცნაირად შიგნით ტიროდი, ხომ ხდება ზოგჯერ, თითქოს შენ კი არა, არამედ შენ შიტირისო რაღაც წერს ზვიათი.
იმ წუთში არ ვფიქრობდი იმაზე თუ როგორი მიირბინა გლეხმა თავის ღარებულ სახლში, როგორ დააცხობინა ცოლს რაღაც მჭადებიან ხაჭაპური, ალბათ მეზობლისაგან ნასესხები ფქვინით, როგორ ფაციფუცით ასხამდა ღვინოს, ეს პარალელურად ვითარდება ზვიადის წარმოდგენით, მაგრამ რეალურადაც ესე იქნებოდა ეს სიუჟეტი. გამიგრძელდა 25 წუთია, მაპატიეთ, მოусმინეთ, მომისმინეთ არამე არამედ ზვიად რატიანს გაცნობთ ახლა ადამიანებს, რომლებსაც ქული გაგიქვავდათ. ბოლოხანებია, რომლებსაც მიგაჩნიათ, რომ დიდი პოეტი ზვიად რატიანი უნდა იყოს ციხეში, რომლებსაც მიგაჩნიათ, რომ 50 თუ 51 ახალგაზრდა უნდა იყოს ციხეში, ისინიც არიან ამ ტექსტის ავტორები, რომლებსაც მიგაჩნიათ, რომ პოლიტიკოსები უნდა იყვნენ ციხეში, იმიტომ რომ ბანდიტმა ივანიშვილმა რაღაცა გადაწყვიტა თუ წულუკიანმა თუ ვინც არიან, ხო, რომლებსაც მიგაჩნიათ, რომ დიდი ჟურნალისტი, ბზია ამაღლობელი უტეხი ქალი უნდა იყოს ციხეში, მე გაცნობთ ზვიად რატიანის, მაგრამ უკლებლივ ყველა რომ მოაწერდა ხელს მათ ტექსტს. ვახ, მჭადებიან ხაჭაპური ალბათ მეზობლისაგან ნასესხები ფქვინით, როგორი ფაციფუსით ასხამდა ღვინოს, ყველაზე კარგ ღვინოს, ისეც მის კუთხეში ნატურს რომ ეძახიან და მხოლოდ განსაკუთრებული სტუმრებისთვის რომ იმეტებენ, როგორ ებუზღუნებოდა ცოლს ჩქარა ქენიო, კარგები გააკეთეო საზღვარგარეთელები, არიანო და ასე შემდეგ, როგორ ჩქარობდა, რომ მოესწრო ვინიც ის იქნებ ერთი ვარიკაც კი, გაიმეტა. მაშინ ამებზე არ ვფიქრობდი, მხოლოდ ჩემთვის ჩუმად უსიტყვოდ ვიბოღმებოდი და ვბრაზობდი, სხვათა შორის ლუკასი არა, წერს ზვიადი. ლუკასი არ იყო ცუდი კაცი, პირიქით. იშვიათად შეხვდები ეგეთ შეგნებულ და სასიამოვნო ადამიანს, მაგრამ უგასრავად ადამიანს უბრალოდ სხვანაირი იყო, უფრო სწორად ჩვენ ვიყავით სხვანაირები, ის გლეხი იყო სხვანაირი, თორემ ლუკასი მეტი რომ არ იქნება ისეთი ჩვეულებრივი იყო და თავისებურად სწორადაც მოიქცა ჩემთვის, რომ დაეჯერებინა მართლაც ნახევარდღეს მაინც დავაკარგინებდით. მას მერე თითქმის 5 წელი გავიდა, მე კი დღემდე მახსენდება ის გლეხი, ბილიკზე გაქვავებული, სასმელ საჭმელით ხელდამშვენებული, გაწბილებული. მესმის, არანაირი ტრაგედია არ მოხდა რა, არ დარჩებოდა იზღვინო დაულეველი, არ დარჩებოდა იზღვინო დაულეველი. ის საჭმელით შეიჭმებოდა კალათაში რომ ელაგა, ალბათ უკეთესებით შეჭამდნენ, ვიდრე მე და გელა ვიყავით, ან ვიდრე ლუკასის სპირო და იანისი იყვნენ. დალევდნენ, მოილხენდნენ, ღვინოს და საჭმელს სხვების შემოა მეტებდნენ და გაებმებოდა დაუგეგმავი ხინი, ალბათ შიგადაში გულიანადაც შემოქვაგინებდნენ. ეს ყველაფერი მესმის, უბრალოდ ვერაფრით ვიშორებ აზრს, რომ ის გლეხი იმ დღეს იმ წუთში ძალიან გავდა საქართველოს, არა დღევანდელს, არა გუშინდელს, საერთოდ საქართველოს, წერს ზვიად რატიანი. არა დღევანდელს, არა გუშინდელს, საერთოდ საქართველოს უცხოსთვის ყველაფრის გამმეტებელს, გამოდევნებულსა და გაწბილებულს. და არის დიანასა გამოქვეყნებული ფოტო ზვიადისა და ფოტოს ავტორიო არის და ამ ადამიანს დავასახელებ, ანუ ტექსტის ავტორი არის ზვიადი რატიანი, დიდი პოეტი, დაპატიმრებული ბოლშევიკების მიერ და ესენი არიან ბოლშევიკები და ვისაც გული გაქვავებული გაქვთ, ნუ გაგლღობიათ ეს გული, თქვენი პრობლემაა ეს, ხოლო ამ ფოტოს ავტორი არის ახლახან გარდაცვლილი ზვიადის პირველ ყოვლისა რა თქმა უნდა ბევრი ჩვენგანის და თავისუფლებას მივცემ საკუთარ თავზეც თქვა ჩემი მეგობარი მალხას ხარბედია. მე ვოცნებობდი სწორედ ზვიადის, მახო ხარბედიას, მზია ამაღლობელის, 50-51 ახალგაზრდა კაცის და სიკეთით ახსავსე ქალაქსა თუ ქვეყანაზე, რომელშიც სულდგმულობს, რომელშიც არის სიყვარული და შორს მჭვრეტელობა და ფიქრიანობა და ერთმანეთის გატანა და რავისი მეტი და მეტი სიყვარული. დამახვედრა ბიზინა ივანიშვილმა, შემიქმნა ბიზინა ივანიშვილმა ბოროტების, სიბოროტის, სიჩლუნგის, ხვარძლის, ერთმანეთის დაჩაგვის, ერთმანეთის შეზღუდვის, იქ შენ დაგიჭერ, იქ შენ შეგზღუდავ, იქ შენ რაღაც დაგაჯარი, მე ფიქშენ ციხეში გაგიშვებ და ასე შემდეგ. ეს ქვეყანა ჯერ ბოლომდე არ შეუქმნია, მაგრამ შექმნას კი ცდილობს. ბოროტსა ძლია კეთილმა არსება მისი გზელია, რომ ასეა ეს მე ვიცი.
და ამისთვის ორ სიტყვას ეს ვიტყვი ხოლმე ხანდახან. გაგვიჭირდება ძალიან, მაგრამ მოდი ჩემო კარგებო ვიბრძოლოთ ერთმანეთისთვის და სიამაღლობელისთვის და ზვიადრატიანისთვის. კიდე რაღაცეების თქმა მინდოდა, მაგრამ ვეღარ ვამბობ რა. თან 30 წუთია გასული. ესეც საქართველოს ევოცნებობდი 88 წლიდან მე ზვიად რატიანის და მზია ამაღლობელის ქვეყანაზე და შემიქმნეს მათიკაშვილის და დიტო სამხარაძის ქვეყანა და იმ ზარქუასი. ყველაფერი კარგად იქნება. მაინც ყველაფერი კარგად იქნება.